ძალიან კარგი იდეა გაჩნდა, რომ პატარ-პატარა ვიდეოები ჩავწეროთ ვეფხის ტყაოსანზე. დიდი მადლობა იდეის ავტორებს და მონაწილეებსაც, რა თქმა უნდა. ვეფხის ტყაოსანს სხვაგვარად საერო სახარებას უწოდებთ ქართველები. ნახოთ როგორ იწყება ვეფხის ტყაოსანი, რომელმაც შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა. აქ არის საუბარი მამა ღმერთზე და ძე ღმერთზე. სამყარო ვინაც შექმნაო თავისი ძალის მეშვეობითო. სამყარო შექმნელი მამა ღმერთი, ძალაში კი იგულისხმება ძე ღვთისა, ძე ღმერთი. ზეგარდამო არსნი სულით აყვნა, ზეცით მონაბერითა. ზეგარდამო არსნიო, ზეცით მობერილი სულით შექმნაო. აქ უკვე სულიწმიდაზეა საუბარი. ანუ პირველი და მეორე მწყარი არის ყოვლადწმიდა სამების სადიდებელი. ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა გვაქვს უთვალავი ფერითა. ანუ ჩვენ მოგვცა კაც ქვეყანა, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი დადგენილია მეუფეთ, სამყაროს მეუფეთ, ადამიანს ემორჩილება მთელი სამყარო, რადგან კაცს ადამიანებს მოგვცა ქვეყანაო. ადამა დაარქვა სახელი ყველაფერს. მისგან არის ყოველი ხელმწიფე სახითა მის მიერითა. ანუ ღვთისგან არის ყველაფერი ხელმწიფება ქვეყანაზეო. ჰე ღმერთო ერთო. აქ უკვე ხაზგასმულია, რომ ღმერთი არის ერთი. პირველ კუპლეტში ამბობდა წერს, რომ სამება და აქ უკვე ხაზგასმულია იმაზე, რომ სამება არის ერთი ღმერთი. შენ შექმენ სახე ყოვლისა ტანისა. შენ დამიფარე ძლევა მე დათქმულად მე სატანისა. ნუ სატანის დათქმის უნარი მხოლოდ ღვთის დახმარებით შეუძლია ადამიანს. მომეს მიჯნურთა სურვილი სიკვდიმდე გასატანისა, ცოდვათა შესუბუქება მუნთანა წასატანითა. ანუ ცოდვების შესუბუქება და უკვე ნახსენები ასევე მიჯნურთა სურვილი. სხვა ადგილზე მიჯნურობის შესახებ უფალი ბრძანებს, იგი სხვა, სიზღვა სხვა, შუა უზის დიდი ზღვარი. ასევე ბრძანებს ძვალს, უგულოს სიყვარული ხევნა კოცთა პტლაშაპტლუში. სამწუხაროა ჩვენთვის, რომ ჩვენ გვყავს ეგრეთ წოდებული ელიტა, ეს იქნება სტურუა თუ მისნაირები, რომლებისთვისაც ვეფხის ტყაოსანი მარტო გარყვნილების და ეს არის ნაწარმოებია, სიბინძურის ნაწარმოებია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს გასაკვირიც არ არის, ქართული ელიტა მთლიანად დიდი ხანია უკვე ჩაძირულია სიბინძურის ჭაობში და ისინი ყველგან სიბინძურეს ხედავენ. ქართველმა იერმა მინდა ქართველებს მიმართო, რომ პრობლემა ეს კი არაა ძვირფასებო, რომ ამდენი სიბინძურისკენ მიდრეკილი ადამიანი არის ჩვენში. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ერი მივეჩვიეთ ყველაფერს ამას გულგრილად მზერას. დააგლოცოთ მაღალმა ღმერთმა და ვეფხის ტყაოსანი ჩვენი უნიკალური სიმდიდრის გამფრთხილებელი ყოფილიყავით ქართველი ერი. მადლობა მოსმენისთვის.